ამ დრომდე ძალიან მძიმეა ვითარება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მელიქიშვილის გამზირიდან იმისთვის, რომ მარშით ჩასულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოსთან, იქ სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს პროტესტი, თუმცა ეტაპობრივად იძაბება ვითარება, როდესაც მარში მოდის. სავარაუდოდ ნაცემია პუბლიკას ჟურნალისტი, აქ არიან აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები. სავარაუდოდ ეს ადამიანები არიან ქართული ოცნების ჯგუფის მიერ ორგანიზებულები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებიან, მათ შორის ფიზიკურად უსწორდებიან და გამეტებით სახეში წიხლებს და ხელებს ურტყამენ ქალებს, რომლებიც მარშში იღებენ მონაწილეობას. ჩვენი მაყურებელი სულ რამდენიმე წუთის წინ ხედავდა პირდაპირ ეთერში, როგორ ჩაარტყეს ახალგაზრდა ქალს სახეში ხელი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ნაცია ლეთოდიანი აქტივისტი არის ჩვენთან ერთად, რომელიც მოუყვებოდა მარშს და ხედავდა, როგორ იძაბებოდა ვითარება. ნაცია, პირდაპირ ეთერში ვართ, გვითხარი რა მოხდა, როგორ განვითარდა პროცესები იქ, სადაც შენ იყავი? თავიდან რა თქმა უნდა, ეხა ეს იყო წინასწარ მობილიზებული ტიტუშკების რაზმი, ქოცებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მათი დღის წესრიგია, რომ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყვანონ, ავიცი, ფულზე თუ რაღაცა ყველაფერზე გაყიდული ადამიანები, დაგხვდნენ ყველა მხრიდან, აბსოლუტურად ცალკე ოფისიდან გამოვიდნენ ტიტუშკების რაზმი, ცალკე სხვადასხვა ქუჩებზე იყვნენ დაბანაკებულები და რაღაცა აი ეს არის მათი ღირსება, მათ მეტი არაფერი არ შეუძლიათ და ის ღირებულებები, რითაც ჩვენ ვიბრძვით, მათთვის სრულად უცხო და მიუღებელია. უბრალოდ წარმოუდგენელია პოლიციის, ეგრეთ წოდებული პოლიციის უმოქმედობა, რომელთაც საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ რაღაცნაირად სიტუაცია განემუხტათ. პირიქით ჩვენ გამოგვწიეს აქეთ, რა თქმა უნდა, ჩვენებმა რაღაცნაირად ჩვენ შევეცადეთ ისევ, რომ სიტუაცია დასტაბილურებულიყო და აი ახლა აქციაზე მოვდივართ, პოლიციის კორდონი გვაცილებს და აქ იმყოფება გრიგოლ ბესელია, ბათუმიდან გადმოგზავნილი თბილისში გრიგოლ ბესელია, რომელიც თითქოს ყველას დაავიწყდა, თითქოს 5-6 თვე გავიდა და მზიამაღლობელის ამბავი არავის არ ახსოვს და მზიამაღლობელის კეისში რა როლი ქონდა ბესელიას. კი, ბატონო გრიგოლ, პირდაპირ ეთერში ვართ, კითხვები გვაქვს არავის არ დავიწყებია. არ გადაიმახსოვრეთ, არ გადაიმახსოვრეთ. ქართველი ხალხი არ დაივიწყებს თქვენს როლს. ქართველი ხალხი არ დაივიწყებს თითოეული პოლიციელის როლს. ამაღლობეს, თქვენ პოლიცია არ ხართ. თქვენ ემოციები და პოლიცია. ემოციები შეიკავეთ ძალიან. კი, უსამართლობა ძალიან რთული მოთქმენია საერთოდ. ლოხა კიდე ტკივა, ლოხა კიდე ტკივა. გებუაძეს ლოხა კიდე ტკივა. იმედრავე. ბატონო გრიგოლ, გამოხრებით ბოდიში. ბატონო გრიგოლ, ძალიან ბევრი ადამიანი არის ნაცემი, მათ შორის ქალები. ხედავთ, ეხა მოვედი, გაერკვევა ყველა, ვინც არის უფლებამოსილი პირი, მათ შორის. ნახეთ, მედიაში უამრავი კადრი გავრცელდა, სადაც გუფურად ურტყამენ. ახლა ერთი წუთი არ ჭირდება თქვენი დახმარება, გამიმკლავდება როგორმე. ბატონო გრიგოლ, დასაკავებელი ადამიანები, რომლებიც არიან და ახალგაზრდა ქალებს, ჩემხელა გოგონებს, ვინც სახეში გამეტებით ხელს, წიხს, ყველაფერს ურტყამდა. რა რეაგირება გექნებათ? როდესაც გაერკვევით. გადაწიეთ რა გზიდან რა. არა, ხედავთ როგორია ვითარება, ახლა ხელს ნუკრავ ჩემს ოპერატორს უკაცრავად. ხედავთ როგორია ვითარება ახლა რუსთაველის გამზირზე. პოლიციის კორდონი მოუყვება მარშს, თუმცა აქ არიან აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც დამიზნებით ურტყამენ ახალგაზრდებს, მათ შორის ქალებს, თუმცა დღეს გელაგელაძის უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ასე მოუყვებიან მარშს, არანაირი რეაგირება არ აქვს და ასევე არ იმყოფებოდნენ მელიქიშვილის გამზირზე იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები იქ გადაადგილდებოდნენ და კარგად იყო მათთვის ცნობილი, რომ დღეს 8 საათზე იყო შეკრება, იყო დაანონსებული აქცია, დაორგანიზებული და ამ ადამიანებს დღეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. აქ არიან პოლიციის მაღალჩინოსნები, თუმცა ხედავთ როგორია მათი პასუხები, დღეს ისინი სრულად უმოქმედობაზე არიან გადასულები.
მადლობა, ეს იყო მარია მაკასარაშვილი, გრიგოლ ბესელია გამოჩნდა აქციის მონაწილეებთან და ვიდრე გადავინაცვლებთ ჩვენს კიდევ ერთ კორესპონდენტთან ირაკლი ბახტაძესთან, მანამდე გვინდა გაჩვენოთ ერთი კადრი აქციიდან, სადაც სახეზე არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ადამიანი ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც გამოვიდა კალაძის შტაბიდან, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა აქციის არაერთ მონაწილეს, მათ შორის ის სცემდა ქალებსაც. თქვენ ამ მამაკაცს ხედავთ ახლა, რომელიც შეგახსენებთ, რომ გამოდის კალაძის საარჩევნო შტაბიდან.